5 რამ, რაზეც ჯობია რომ არის საუბრო ახალგაცნობილ ადამიანებთან, თუ გინდა რომ ისინი შენი პიროვნებით დაინტერესდნენ და მათ თვალში შენი ავტორიტეტი მიწასთან არ გასწორდეს, შენი წარსული. ვინ გატკინა გული, როგორი ურთიერთობები გქონდა, როგორ ადამიანებს ირჩევდი, რა ტრავმები გამოიარე. როდესაც ამას არ გეკითხებიან, ნუ რასოდეს დაიწყებ ამ ყველაფერზე საუბარს, განსაკუთრებით მათთან, ვინც ეს არის გაიცანი, რადგან რაც უფრო მეტ სილაპარაკებ ამ ყველაფერზე, უფრო მეტად დაღლი ამ ადამიანებს და შეიძლება შენთან კომუნიკაციის სურვილი საერთოდ გაუქრეთ. შენი შიშები და შენი სისუსტეები, ეს ზოგჯერ ჯობია ახლობლებმაც არ იცოდნენ, აღარაფერს ვამბობ სრულიად უცხო ადამიანებზე. შენი ოჯახური ამბები, ეს არის ის საკითხი, რისი განხილვა შეგიძლია მხოლოდ მათთან, ვინც დაგეხმარება მათ გადაჭრაში თუ რაღაც სერიოზული პრობლემა გაქვს, მაგრამ შენი ოჯახური ამბები არასოდეს უნდა გახადო საჭორაო თემად, რადგან ამით მხოლოდ და მხოლოდ დაამცირებს საკუთარ თავს. შენი სამომავლო გეგმები და მიზნები, რაც უფრო ნაკლებს ისაუბრებ შენს მიზნებზე, შენს გეგმებზე, იმაზე თუ რას აპირებ, რა ბიზნეს პროექტს იწყებ, რისი სწავლა გინდა, როგორ უნდა აწარმოო ბლოგი და ასე შემდეგ, მოკლედ თუ რაღაც გადაწყვეტე რომ გააკეთო, ჯერ გააკეთე, როცა შედეგი გექნება, მერე ისედაც ყველაფერი ცხადი იქნება, მაგრამ წინასწარ ნუ დაიწყებ საუბარს იმაზე, რის გაკეთებასაც აპირებ, რადგან უფრო მეტი ადამიანი ჩაერევა შენს პირად სივრცეში, იქნება უფრო მეტი შეკითხვა, უფრო მეტი ინტერესი და ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ სტრესის დონე გაიზარდოს ისე, რომ სინამდვილეში ვერაფერიც ვეღარ გააკეთე. შენი ყოფილები და შენი წარსული ურთიერთობები. ეს არის ის საკითხი, რაზეც ყველასთან საუბარი ნამდვილად არ შეიძლება და ზოგჯერ ძალიან ახლობელ ადამიანებთანაც კი, რადგან ეს შენი პირადი ცხოვრება, გეხება მხოლოდ შენ და იმ ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობა გქონდა, მორჩა და გათავდა.